კიდევ ერთხელ შუადღე მშვიდობის ელენე, როგორც შენ აღნიშნე, გადაცემის წინა ნაწილმა დამამშვიდებლად იმოქმედა ჩვენზე და მე მგონი ჩვენ მაყურებელს. სულიერად დამშვიდებული ვარ. იმედია ზუსტად იგივე გრძნობენ ჩვენი მაყურებლებიც და რაც თავარია ეს თემა გაგრძელდება ოღონდ უკვე არა მუსიკით. ამბობენ სტუმრებთან ერთად. კი, არაჩვეულებრივ სტუმრებთან ერთად, კერამიკოსები ტასო კომელაური და ირინა ჯიბუტი არიან ჩვენი გადაცემის ამ ნაწილის სტუმრები. ზოგადად ამბობენ, რომ თიხას აქვს დამამშვიდებელი და თერაპიული ფუნქცია. მე თუ დამიჯერებთ რამდენიმე წლის წინ ვცადე და დაგეთანხმები ყველა იმ ადამიანს, ვინც ამას ამბობს, იმიტომ რომ ნამდვილად იცვლები იმ პერიოდში, როცა თიხასთან გაქვს კონტაქტი. მაისში გაიხსნა კერამიკ სტუდიო, ჩვენი მაყურებლების გარკვეულმა ნაწილმა ალბათ უკვე იცის, იმიტომ რომ რა სილამაზეც ჩვენ სტუდიაში არის თავმოყრილი, ალბათ ფოტოები ნანახი აქვს, მაგრამ რეალურად კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურება ეს ყველაფერი. როგორ გაჩნდა? მე შემიძლია რომ ხაზი არ გაუსვა ჩემს კავშირს თქვენს პროფესიასთან. დედა ჩემი იყო სილიკატების კათედრაზე მუშაობდა და რა თქმა უნდა ბავშვობიდან ვეზიარე ამ უზარმაზარ ხელოვნებას. თქვენ ცხოვრებაში როგორ გაჩნდა საინტერესოა ზოგადად თიხა და კერამიკა და მე როგორ გადაწყვეტეთ უკვე სტუდიის გახსნა? ჩვენ ცხოვრებაში სამხატვრო აკადემიაში ჩვეულებრივად ჩავაბარე კერამიკის ფაკულტეტზე, ირინაც ასევე. და დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს და მოგვიწია ერთად მუშაობა, მოვიფიქრეთ აი ამ ფილების გაკეთება და შევიტანეთ პროექტი მერიაში. მოდი ეს ფილები ვაჩვენოთ თბილისის ევროპულ ქალაქებში პრინციპში ძალიან ხშირად შეხვდებიან ესეთ ფილებს და ძალიან ლამაზი ფილები. ეს პროექტი განხორციელდება საინტერესოა. სამწუხაროდ ჯერჯერობით არ განხორციელდა, მაგრამ ნუ ჩვენ იმედი გვაქვს. ჩვენ ვაკრავთ მაგალითად კერძო სახლი მაქვს მეც და ჩემს ახლობლების საქმენი სახლები უკვე გაალამაზეთ. რა თქმა უნდა, ნუ აი წარმოგიდგენთ შეთარო სტუმრად მოდიან და დაუშვათ ბინა 25 აი ესეთი წარწერა როცა არის, ბევრს უფრო კარგად განწყობილი მოდიან იმედი მაქვს, ხო? და ადვილად დასამახსოვრებელი ხდება უფრო მისამართი, იმიტომ რომ ლამაზდება ყველაფერი. ეს არ არის რა თქმა უნდა ერთადერთი რაზეც მუშაობთ, როგორც ვიცით, შეკვეთებსაც ამზადებთ და ალბათ ნუ გრჩებათ დრო იმისთვისაც, რომ შეკვეთისგან დამოუკიდებლად თქვენ რაც მოგწონთ სამწუხაროდ ჯერჯერობით ჩვენთვის რაღაც ძალიან დიდხანს ვოცნებობდით, რომ ჩვენი სტუდია გქონოდა და გავხსენით და ჩვენთვის რო არ გვაქვს. ნუ ეს კარგია, ნუ ძალიან კარგია. არ ფიქრობთ რომ გააკეთოთ გამოფენა? ეგრე დავიწყეთ. პირველი ნაბიჯი ეგ უნდა ყოფილიყო, რომ გაგვეთებინა გამოფენა და რაღაც უფრო მეტად გახდებოდა ჩვენი სტუდია ხალხისთვის, რა ვიცი. მაგრამ ვერ მივედით იქამდე, რომ დაგვეწყო გამოფენაზე მუშაობა. იმიტომ რასაც აკეთებდით იყიდება საბარავად. იყიდება და შეკვეთები და ვერ ჩამოყალიბ. ხო, ამას დიდი დრო ჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რომ ჩვენი პირველი თემა ჯადოქრობა იყო და სწორედ ამ ბიჭ ჯადოქრობაზეც მოვყვით, იმიტომ ჩვენ როცა ვხედავთ მაგალითს, ამას ისეთი უზარმაზარი შრომა უდევს, რომ ჩვენ მაყურებელს ცოტა რომ მოვყვით, ურიგო არ იქნებოდა. კი, თან სხვადასხვა ამბობენ, რომ მისტიკა რაღაც ამაში არის, იმიტომ რომ შეიძლება მასალა გქონდეს იდეალური, თითქოს ყველაფერი წესების დაცვით გააკეთო, მაგრამ გუმალში რო შედა გაგაკეთოთ გასაგებია, რომ პრაქტიკა გაგივიათ. ეს არის მართლა ჯადოქრობა, ჯადოსნობა, მისტიკა, ყველაფერი ერთად არის გაერთიანებული. აი დილას მივდივართ, ღამე მოვდივართ, ანუ თლიანად უნდა იყო იმაში, სხვანაირად არ გამოდის. ხასიათი აქვს თიხას კიდე, აი ყველა თიხას თავის ხასიათი, განწყობას გრძნობს, როგორ მიუდგეს. რა თქმა უნდა, შესაბამისად არ გამოგივა. ნამდვილად ცოცხალია და ამ პროცესს ბოლომდე თუ არ, ანუ სულ უნდა იყო იმაში. თუ მოვაჭირდება. თუ შეიძლება ისე იყოს, რომ ერთგვარი მშობიარობა ამის შექმნა. შენ შვილი ვიდბადებ, ხო? შენ რაღაცა მართალია და უნდა დაუდა და ყურადღებაც ეგეთი გვაქვს და სიყვარულს და ნებისმიერი ნივთის აი ყოველ დღე ვარ ხოლმე გაოცებული, აი მაგალითად აი ჩვეულებრივ ტალახს იღებ და მე იქიდან გამოდის უკვე დასრულებული ჯადოქრობა. დაუბრუნდეთ აი თქვენ კონკრეტულ საქმიანობას, რასაც წარადგენთ, რაც არ გაძლევთ დროს, რომ ისაკეთოთ რაც გინდათ. კერამიკ სტუდიოზე გვინდა 2 სიტყვა გელაპარაკეთ. გარდა იმისა, რომ შეკვეთები გაქვს, როგორც ვიცით, ყავთ მოსწავლეები. ხო, ოღონდ არა მარტო პატარები, რაც გამიხარდა უფროსებიც ძალიან დაინტერესებულები არიან უფროსები. ასევე ნუ უცხოელები გიждდებიან. ეს როგორ არის ინდივიდუალური თუ ჯგუფური გაკვეთილები? ჯგუფურიც არის და ინდივიდუალურიც. სურვილის შესაბამისად. უფროსებს ერთად არ ცალიათ და ამის გამო რაღაც გვირეკავენ, მანდ ხართ მოვალთ და ესეთი როცა თავისუფალი დრო უჩინდება. ყველაზე მეტი მოწყობილობაა.
ანუ აი როგორ ტიპის ნამუშევრია? ყველაზე დიდი მოთხოვნა მაინც ჭურჭელს. დეკორაციისთვის ალბათ, ხო? იმიტომ რომ აი მაგათაც აი ქანდაკებების კულტურები უფრო იშვიათად. ყველაზე მაგრას დამწყდებოდა გული საქორწილოთებში ბზრგოს რომელსაც ამტვრევენ. არა, ამას მე მგონი ვერავები. ეს იუმორისტის თქვი. წარმოიდგინე. იმ შობია რა დაბა და შეუყვარდა და კი დიდი დღესასწაულისთვის მაგრამ დაუცხურეს. კი, მართალია. ხო, ძალიან სამწუხარო აი იქნება. სასწავლო პროცესი როგორია? შეიძლება არაჩვეულებრივ ნამუშევრებს ქმნიდა, მაგრამ ყოველს არ ყოფნის ნებისყოფა იმისთვის, რომ თავისი ცოდნა სხვას გაუზიაროს, ხო? მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში რაღაცა როგორი ჩაფიქრებული გაქვთ, მე ნუ თქვენთან არც ვფიქრობ, რომ შეგედაროთ, იმიტომ რომ მე რა თქმა უნდა არ გამომდიოდა. არასდროს რაც მინდოდა და რასაც ვფიქრობდი და ძალიან ცუდია, როცა რაღაცა გაქვს წარმოდგენილი, რომ თქვა ესეთი ჭიქა გინდა გამოგივიდეს და ამ დროს გამოგდეს სრულიად სხვანაირი. სამშობლო რაღაცას გეტყვით. ეხლა შენ როგორც ილაპარაკე, ისე გინდოდა რომ გამოგსულდა დარწმუნებული ვარ რომ ერთხელ სტუმრად თუ მოგალბატონები. ან შენ მიხვავს სტუმრად აუცილებლად გამოგივარ ეს გაკეთებაც გინდა. მეც იმედი მაქვს ამის, მაგრამ ალბათ თქვენც როცა სწავლობდით, მაშინაც გქონდათ მსგავსი შემთხვევა, როცა რაღაც იმედი გიცრუვდება, რომ ისეთი არ გამოდის. ეხლაც ეგრე არის, ყოველთვის არ გამოვიდეს ის რაც გინდა. არაპროგნოზირებადი არის. აი ბავშვებში როგორ არის? თუნდაც აი ბავშვებს რო არ გამოსდით, რაღაც გული წყდებათ, მე ცუდად არიან დამოკიდებულები ამ საქმის მიმართ თუ არა არის? როგორ მიმდინარეობს გაკვეთილი? აი თუ რომ არ გამოსდის. ჯერ ერთი აი სულ რაღაც მოწყენილები რომ არ გამომდის, მაგათაც ყოველს აკეთებენ და არ გამოსდის. აი მგონია რომ არ არსებობს, არ გამომდის და ნებისმიერი ნამუშევარი არ არის აუცილებელი. სულ მაგას ვეუბნები რომ არ არის აუცილებელი რომ შენი თევზი გავდეს ნამდვილ თევზს. ანუ რაც შენ როგორი წარმოდგენია ისეთი. სწორედ ეხლა ის თქვა, კერამიკის ერთი თვისება რა მომენტშიც არ უნდა გაგიჩერდეს, მაინც რაღაცა იშვა. მაინც ხო და შენი ნამუშევარია და ის არ შეიძლება ის იყოს რომელიც შეიძლება არ ხო მოგწონდეს. შეიძლება ბოლომდე არ დაემსგავსოს იმას რაც არის, მაგრამ არის აბსოლუტურად აბსოლუტურად იმიტომ რომ მარტო იმ ადამიანმა გააკეთა და სხვა ვერ გააკეთებს და ყველა ბავშვს მოწონს. არ შემხვედრია, ძალიან ბევრი ბავშვთან გვაქვს ურთიერთობა და არ შეხვედრია ეგეთი ბავშვი. ქართულ ტრადიციებს თუ უბრუნდებით ხოლმე, ჩვენ ვიცით საქართველოს ცნობილი იყო საერთოდ თავის ორნამენტიკით, თავის ტრადიციები და თუ არის თქვენ შემოქმედებაში ის რაღაცა ხაზი ქართულ ტრადიციებში. ანუ განიცადა თუ არა ტრანსფორმაცია, აღარ ასოცირდება ეს ძველ ქართულ რაღაც პერიოდი თითქოს ერთფეროვანი იყო, თქვათ ის ყველაფერი, რასაც ხედავდით და შეიძლება დამახინჯებული წარმოდგენაც ჰქონდა, რომ მარტო რაღაც ერთი სახის დოქი შეიძლება გაგიხსნას. თუმცა ისიც უნიკალური არის და აი მაგათაც აი ყველაზე ესეთი კუთხე ქართული კერამიკის და რეწვის არის შრაში, სადაც ცხოვრობდი რაღაც ერთი თვე, მე ხშირად ჩავდივარ ხოლმე და ზაზეც რო გაივლე იყიდება სუკოთნე. იმათ აქვს განსაკუთრებული ამოყვანის ტექნიკა, იმიტომ რომ არ აქვს ეს ელექტროჩა. ეს უკვე დასრულებული ნამუშევარია თუ კიდე გაგრძელდება? არა, ეს ახლა შევეცდები რომ ეს აქ მოხდა, აქ დაიხატა. შეგვიძლია ვაჩვენოთ. არა, სწორედ ეს ესმინა ვაჩვენოთ, რომ ჯერ არ დამთავრებულ და მე რა იქნება. გთხოვთ უფრო ახლოს აჩვენოთ. მუშაობის პროცესში არის. ირინა, ტექნოლოგიაზე საუბრობდი განსაკუთრებულზე, ხო, რომელიც იქ აქვთ. და ხო, ანუ ამოყვანის ტექნიკა აქვს და ნუ პირობები ხა რა თქმა უნდა არ აქვს კარგი და უფრო რთულია გაცილებით. მე ვისწავლე ეს ტექნიკა და რაღაც ვცდილობ და ბევრმა კერამიკოსმა ვიცათ ასომაც ხელით ამოყვანის, ნუ ცოტა განსხვავებული არის. იმაგიტაზე რა არის მაინტერესებს? ტექნიკურად ვაგრძელებთ, მაგრამ და ვცდილობთ რომ სადღაც შევიყვანოთ და ქართული კერამიკა, შავკრიალა კერამიკა, ქართული შებოვის ტექნიკა, ეს არის უნიკალური. და უკაცრავად თუ სადმე გვაქვს საშუალება ულამაზესი რაღაცეები. ქვეყანაში ან გავაცნოთ ხალხს, აუცილებლად ვაკეთებთ ამ გამოფენის. თან მე როგორც ვიცი, უცხოელებს ძალიან აკურობთ ეს ტექნიკა, ხო, იმიტომ რომ მათ არ აქვთ რაღაც ანალოგი და თვითონ მასალაც რომელშიც მუშაობთ. ამის არ აქვთ, კი, მაგრამ ძალიან ბევრი გარე გამოწვის ტექნიკები არის, რომელსაც პერიოდულად კერამიკოსები რაღაც ჩვენ აქციებში ვაკეთებთ ხოლმე. ეს ასოციაციას გიქმნით, რომ ეს დაიმტრა. სწორედ ის ტექნიკა გონია, რომელზეც ამბობთ. ხო, მოგზავნეთ და ჩვენს მაყურებელს ვაჩვენოთ აი თქვენი ნამუშევრები და ოდნავ
იმას თუ დამეხმარებით თქვენთან ერთად ვაჩვენებთ. ეს არის მე მგონი ზუსტად ის მაგალითი ნივთები როგორც ცვლის ყოველდღიურობას. ნუ ბევრად უფრო გაგიხარდება სახში ესეთი მართლა დაინტერესდა. ანუ სანამ გამოვწამდით, ჩამოტყდა და მე თქვენ გაამართლეთ თქვენი უზომი. გამოსავალი მოუწევთ. აი კიდე ერთხელ თუ ერთმანეთთან გაცილებას აპირებთ, გთხოვთ თუ ორნამენტით როგორ შეერთდა გატეხილი თებსა თუ გაცილებას აპირებთ, ჩაიცვით ისეთი ტანსაცმელი, რომ ტანსაცმელი ისო გაგაერთიანებთ. ულამაზესია. თან ამ შემთხვევაში ეს არის გამოსავალი იმის, რაც მე ვთქვი, ხო? შეიძლება უკეთესი გამოვიდეს ნამუშევარი თუ არ გამოდის ისეთი, როგორიც თავიდან გქონდა აი ეს უკვე კონცეფციად გადაქცეული რაღაცა შემთხვევითობა, რომელიც თვითონ შემოქმედებას ხდის უფრო ლამაზ და უფრო მშვენიერს. აი ეს არის მშვენიერი ნამუშევარი, არ ვიცი რამდენად მაყურებელი ხედავს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად გვინდა რომ ვაჩვენოთ, ხო? აი ეს თეფში, რომელიც შენ მოგეწონა, კიდევ ერთხელ მინდა ვაჩვენო. საოცარი თეფშია. ეგეთი სილამაზე არის. არც ჩემი მე მგონი ყველა ადამიანი მოინდომებდა. ძალიან ჩემ მე მინდა რომ მოვიდე და გავაკეთო ეგეთი რაღაც და ერთი კითხვა გამიჩნდა. ერთ გაკვეთილში შესაძლებელი არის თუ არა რომ აი სრულიად უცოდინარმა აი ესეთი რაღაცა გავაკეთო. წარმოუდგენელია დგეგოთი. კი გაკვეთილში. ისე მოდი აუხსნათ ჩვენ მაყურებელს, აი მაგალითად ეს რისთვის არის გაკეთებული? აი ეს. ეს უბრალოდ ობიექტის დასამ გააკეთეს სკამები, ანუ ეს უბრალოდ დანიშნულება არ აქვს, დიზაინის ნაწილია, ხო? ობიექტი. ესეც. სკულპტურა, ესეც. აქ შენიო შეიძლება ჩაიყალოს მარილი ან პიმპილი. ციცაკა, ხო? გემოვნებით. აქ რაღაცა თულები მინდა, მარგალიტის თულები რო ეყაროს. დივას რომ იყო საყვარელ ცოლთან და ბრილიანტები. თქვენ მოგიტანეთ. ნახე რამე ძვირია. ჩვენ გქონდა გავაკეთეთ ეგეთ ზარდახშები, მარტო ერთი ნივთი ისეთი პატარა იყო, რომ მარტო ერთი ნივთი რო ინახება, სავარაუდოდ ბეჭედი. ყველაზე ძვირფასი ნივთისთვის. ჩვენ ყველა შევთანხმდებით, რომ ალბათ ჩვენ ცხოვრებაში ნივთები ძალიან დიდ როლს ასრულებენ. მართალია. ქმნიან ატმოსფეროს. ესმის დიდი მნიშვნელობა აქვს რა ჭიქით სვავ, როგორ არქიტექტურაში იღვიძებ, როგორ ქალაქში დადიხარ და სწორედ ჩვენი ხშირი თემა არის ხოლმე რომ ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ საკუთარ ქალაქს, საკუთარ ნივთებს. იმ მშვენიერი ადამიანების, რომლებიც იყვნენ ჩვენი სტუმრები, ისინი გვთავაზობენ ამ ნივთებს და ამ ნივთების სივრცეში უნდა ვიცხოვროთ. ამ ნივთების შეძენად შეგვიძლია თქვენთან ხო სტუდიაში? შეკვეთაც რა თქმა უნდა შეკვეთებით არიან. ყველა 25 ნომერში თავისი ქუჩის ვერ იცხოვრებს. შესაბამისად, სანამ მერი ამ თქვენ არაჩვეულებრივ იდეას გაითვალისწინებს და იმედია მომავალშიც ესე იქნება, შეგიძლიათ პერსონალურად შეუკვეთოთ და გაალამაზოთ ჯერ ექსტერიერი და მერე უკვე ინტერიერი. ადამიანები ჩვენ გვაქვს ამ იმის სამართი? როგორ უნდა მოგზავნოთ? ალბათ Facebook-ის გვერდის საშუალებით და ირაკლი აბაშიძის 32 ნომერი. ირაკლი აბაშიძის 32 ნომერში თუ მიხვალ, ისეთ ბედნიერი დღე ექნება, რომ აი მივდივარ და აი ეს თეფშის ანალოგი უნდა გავაკეთო. საერთოდ უნდა დავთქვა მე დეკორაციას. ძალიან დიდი მადლობა გოგონებო. ჩვენი ეთერის გალამაზებისთვის. რჩევები მივიღეთ თქვენგან და იმედია არ გვინდა ამ სილამაზესთან დამშვიდობება, მაგრამ მოგაკითხავთ თავის. აუცილებლად გევაკეთებთ. ჩვენ კი გემშვიდობებით დავბრუნდებით ძალიან მალე დროებით.